შავი რომ ჩამოწვა, მაგას ხედავ. ოღონდ ვერ ვარჩევ ღრუბელია თუ არა. მგონი მაინც და მაინც ჰაეროვანი და ფაფუკი არ უნდა იყოს. რაღაც უფრო მყარი ჩანს და სასტიკი. აი ეგ შავი ჩამოწვა ქუცის თავს და არა მხოლოდ თავს, პირდაპირ გეტყვით. მას შემდეგ რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ჩინეთთან საერთო ფასეულობები იმიტომ გვაქვს, რომ გაზაბეთ ყურადღება, ერთადერთი მშვიდობიანი სუპერ სახელმწიფოა. China it's the only peaceful superpower now in the world politics. ჩინეთი ერთადერთი მშვიდობის მოყვარე სუპერძალაა დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკაში. ამიტომ გვაქვს მასთან საერთო ფასეულობები. ჩვენ საერთო ფასეულობებს ვიზიარებთ. ამიტომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ ურთიერთობა ჩინეთთან გავაღრმაოთ. Important to diversify our cooperation. სულ რამდენი სუპერსახელმწიფო იცით? კაი, ჩინეთი იყოს ერთი. მეორე იყოს რუსეთი, ბორიას რომ არ ეწყინოს. თუმცა რეალურად არ არის. და სხვა? რა ვიცი, მე კიდევ მახსენდება ერთი და მგონი პირველი ის უნდა ახსენო, როცა ზოგადად სუპერსახელმწიფოებზე ლაპარაკობ ყოველთვის. შეგაპუწულო, კაცი არ იღლება სულ იმას ლაპარაკობს, ამდენი ომი გავაჩერე, ამდენი სახელმწიფო შევარიგე, ამდენი ადამიანი გადავარჩინე, ნობელის მშვიდობის პრემიაც კი მეკუთვნის და სხვა ყველაფერი ცოტა. შენ ახლა რას ეუბნები, მშვიდობიანი არ ხარო, ომი გინდაო? და მაგას პირში ეტყვი? მე ახლა ავდგები და ვიზამ იმას, რისთვისაც პროჭორვილელები დღეს დიდი ხნით უპირებენ ციხეში გამოკეტას ოპოზიციის ყველა ლიდერს. ამ ვიდეოს ჩავწერ მეხსიერების ბარათზე. ჩავდებ კონვერტში და გავგზავნი პოსტით პირდაპირ თეთრ სახლში. 1600. პენსილვანიის გამზირი ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, შეერთებული შტატები. მის აღმატებულება დონალდ ჯონ ტრამპს. და მერე ვუყურებ სეირს, რა დარჩება შენი და შენი ხაზეინის ფასეულობებიდან. ველად გაშლილ გაფანტული ბუმბულის გარდა. ბევრი რამ ელოდება ამერიკაში ეგრეთ წოდებული შატდაუნის შეწყვეტას და მთავრობის ფუნქციონირების სრულ აღდგენას. ნამეტანი გავლენიანი ქვეყანაა შეერთებული შტატები და ნამეტანი ბევრი საქმე აქვს დაგროვილი მთელ მსოფლიოში, რომ ამდენხანს ასეთი გარჩევებისთვის ეცალოს. გარედან ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს. ნამდვილად. სანამ დემოკრატები და რესპუბლიკელები ერთმანეთის მოთმინებასა და გავლენას ცდიან, აგერ ყურშა სულ გაყოყოჩდა. ბევრს მოხვდათ ალბათ ყურში სუსის განცხადება, რომ საქართველოში რაღაც ჰიპოთეტურ რევოლუციას თურმე სახელმწიფო დეპარტამენტი ტაილანდის გავლით აფინანსებს. თქვენ ალბათ გაგეცინათ, მაგრამ საელჩოს არც კი გაღიმებია. მათ მაშინვე უპასუხეს სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური ჰაბია მან და სრულიად ბუნებრივია, რომ ხელფას ტაილანდის გავლით გვირიცხავენ. რევოლუციისა კი ჩვენ არაფერი გვსმენიაო. მით უმეტეს ჩვენი ფული დაფინანსებულისო. ამის გამო ქოცების ელჩი პირმწყაზარი ტალიაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტშიც კი გამოიძახეს და დასტურ გაჯორეს, მაგრად გაჯორეს. ერთი თვის თავზე კი აღმოჩნდა, რომ ამბავი არ დასრულებულა. ეტყობა, პროჭორვილელებმა გააღრძელეს რაღაც სისულელეების ბოტიალი და ახლა დონე მაიწია. კონგრესამდე და სენატამდე აიწია. ძალიან გავლენიანი კანონმდებლები. აი, ისინი ზუსტად, ვისაც გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის შემუშავებისას ყოველთვის. სახელმწიფო მდივანს ახლა ღია წერილით მოუწოდებენ დაიცვას დეპარტამენტის, ანუ საელჩოს თანამშრომლები მამუკა მდინარაძისა და სხვა ქოცების თავდასხმებისგან. ძალიან საინტერესო დეტალია ლეგიტიმაციაზე მზრუნველთათვის. მარკო რუბიოს ეუბნებიან, საქართველოს მთავრობას კი არა, ქართულ ოცნებას აუწია ყური, რომ ვინმე სხვასაც არ მოუნდეს მერე ჩვენი ხალხის დაჩაგვრაო. დასკვნა რა არის? დასკვნას კიდევ ნახავთ. უფროსი ლეიტენანტი მამუკა მდინარაძე ისეთი ნიჭიერი ყავს მის პატრონს, რომ გაუხარდება კიდეს თუ სანქციებს გამოუწერენ. ეგრევე დაურეკავს იმ კაცს და ეტყვის, ნახე რა ერთგულად გემსახურები, ორი თვეც არ დამჭირდა თანამდებობაზე და ეგრევე ავირტყი ამერიკის სანქციებიო. და აქ კიდევ ერთი წინასწარი დასკვნა. უდროოდ დანიშნული და უდროოდ მოხსნილი ოხანაშვილი იქით იყოს და კორუფციაში ბრალდებული გრიგოლ ლილუაშვილი, რომელმაც ამდენი წელი უხელმძღვანელა ამ კანტორას, სანქციებს ბოლომდე გადაურჩა. იმდენად, რომ ბორის ივანაშვილი მას ბოლომდე იყენებდა შუამავლა და სავაჭროდ ვაშინგტონთან, სანამ ჯერ კიდევ ჰქონდა რამის იმედი. ახლა გენერალ ლილუაშვილს თბილი ტანსაცმელი აქვს ჩალაგებული საციხოდ. უფროსი ლეიტენანტ მდინარაძეს კი გადაეცეთ, ვისაც ხმა მიგიწვდებათ. წინ და მაინც ამოიცვას შიშველ ფეხზე. ვირუსების სეზონი მოდის. რთული. ეს იყო ვაშა გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილთან. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ნებისმიერ პლატფორმაზე. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень გადაცემა.